როცა თქვენ გინდათ დაიმტკიცოთ თქვენი ქონება, რომელიც ეკუთვნოდა მაგალითად გარდაცვლილ მშობელს და მშობელს არ ქონდა დაწერილი ანდერძი, ხო? თქვენ დაგჭირდებათ აუცილებლად ადვოკატი იმისთვის, რომ თქვენი უფლებები იქნას დაცული. ადვოკატი შეიძლებოდა თქვენ გეპოვნათ ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც მუშაობდა, თქვათ, უფლებების ამ ნაწილში, ხო? ან თქვენ გინდათ განქორწინება და განქორწინების დროს ქონების სათანადოდ გაყოფა, თუ შვილებისთვის უფლება-მოვალეობების განსაზღვრა მშობლების მიერ, ხომ? ამისთვისაც გჭირდებოდათ ადვოკატი. შეგეძლოთ მოგეძიებიათ უფასო ადვოკატი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. ან თქვენ გჭირდებოდათ სკოლაში მშობლების ჩართულობა სასწავლო პროცესში. თქვენ ამაში დაგეხმარებოდათ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სპეციალიზირდებოდა განათლების მიმართულებით. ან თქვენ გჭირდებოდათ იმ საკითხის გაშუქება, რომელსაც სატელევიზიო და მიკერძოებული არხები არ აშუქებენ, ხო? ავიღოთ მაგალითად გზების რეაბილიტაცია, ძალიან ბევრი შემთხვევაა, ხო, როცა გზების რეაბილიტაცია იწელება წლობით, ამ შემთხვევაში ადამიანებს არ აქვთ ტრანსპორტირების საშუალება, თავიანთი ქონებაც, მოძრავ ქონებას გულისხმობ, უზიანდებათ და ასევე არ ხდება მილების გამოცვლა, სუფთა წყლის მიწოდება და უამრავი თანხლები პრობლემა აქვს გზის რეაბილიტაციას, ხო? თუ შენ გჭირდება დახმარება, შენ უნდა მომმართო. და არა მე გეხვეწო, რომ მოდი დაგეხმარები. ლოგიკურია, ხო? ძალიან მარტივია, რომ თქვენ ყველასთვის გასაგები რო იყოს, როცა შენ გჭირდება სახლის ასაშენებლად ფული, ბანკი არ მოვა და არ შეგეხვეწება, რომ გინდა თუ არა კრედიტს მოგცემ. შენ თვითონ მიდიხარ და თხოვ ბანკს კრედიტს, ხო? ძალიან მარტივია. ბევრი ორგანიზაცია ალბათ კიდევ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შეწყვიტოს წლის ბოლომდე დაასრულოს პროექტები, მაგრამ მერე აღარ გააგრძელოს, რაც გამოიწვევს ჩვენს იზოლაციას საერთაშორისო სამყაროსგან და დავრჩებით ამ პატარა რეგიონში, რომელსაც რუსეთი ყავს თავზე, ასე ვთქვათ, ჩრდილად და დაუბრუნდებით იქ, საიდანაც ჩვენი წინაპრები ისტორიულად ცდილობდნენ გამოსვლას.